უახლოეს პერიოდში პურის ფასი არ მოიმატებს. ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის საკმარისი მარაგები აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში და პურის მრეწველთა კავშირში. აღნიშნა, რომ მარაგების მხრივ მდგომარეობა სტაბილურია, უმეტესად იმპორტირებული პროდუქცია, ასევე არსებობს მარაგები ადგილობრივ ფერმერებშიც. შემოტანილია იმპორტი ძირითადად და შემოტანილია ორთვიან მარაგი, სტაბილური შემოტანილია და საქართველოში მარაგები არის. თვითონ ვალდებულება, რომ საგადასახადო დისციპლინა შესრულებულიყო ფერმერების მიერ, მოგცემდა იმის საშუალებას, რომ აღრიცხვიანობა რეალურად სწორად იქნებოდა მოწესრიგებული DGG-დან გამომდინარე. სხვა საკითხია DGG რამდენი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეხლა გააქტიურდა თემა ფასებთან მიმართებაში და შესაბამისად ამაზე მსჯელობაც შეიძლება იმიტომ რომ თუ DGG ნაკლები იქნება, თავისთავად ცხადია, თვითონ პროდუქციის ღირებულება ნაკლებიც იქნება. უახლოეს პერიოდში ფასთა ესეთ ცვლილებას არ ველოდები, იმიტომ რომ პროგნოზები ხო ბატონმა ლევანმა ბძანა და მე ვიცი რომ მომარაგებულია ხორბალი, მომარაგებულია ესე იგი შემოდის ეს გარდამავალი ნაშთი ყოველთვის არის თქვენ იცით რომ რუსეთიდანაც შემოდიოდა საკმაო რაოდენობით და მე შემოიღეს ასეთი ქვია ახლა დამაბალანსებელი გადასახადი, ანუ რომ დააბალანსოს ქართული წარმოების მიერ წარმოებული პროდუქცია და რუსული ფქვილი რომ ფასებთან მიახლოებული იყოს